მეტროსადგურის სამუშაოების მთლიან დასრულებას, სარემონტო სამუშაოების დამთავრებას წლის ბოლოსთვის უკვე ჩვენ შევძლებთ და სადგური უკვე მთლიანად რეაბილიტირებული იქნება. ახაკალაძის ამ განცხადების მიუხედავად მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ კიდევ 3 თვით 2026 წლის 31 მარტამდე გადაიწია. ინფორმაცია და თბილისის მერის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ ბადა კონსტრაქშენ შორის გაფორმებული შეთანხმება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 2025 წლის 30 დეკემბერს აიტვირთა. ირკვევა, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა 2025 წლის 5 სექტემბერს დაწყებული ზედა ვესტიბიულის კვლევა პროექტირების სამუშაოები, რაც აჭიანურებს რეაბილიტაციის დასრულების პროცესს. კომპანია ბადა კონსტრაქშენი ვადის 30 მაისამდე გახანგრძლივებას მოითხოვდა, თუმცა სატრანსპორტო კომპანია 5 თვის ნაცვლად მხოლოდ 3 თვით გადავადებას დათანხმდა. მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად კომპანიას რეაბილიტაციის დასასრულებლად 18 თვიანი ვადა ჰქონდა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ ის კვლავ 18 თვით გაახანგრძლივეს. 2025 წლის ივნისში მეტროსადგური 45 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. მეტროსადგურ ვარკეთილის სრული რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა. კალაძის მერობის პირობებში კიდევ 2 მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო. ავლაბრის ზედა ვესტიბიულის განახლება 8 თვეში უნდა დასრულებულიყო და 28 თვეს გაგრძელდა. დათქმული ვადის დარღვევით დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური გოცირიძეც. სამუშაოები, რომლისთვისაც 7 თვე იყო გათვალისწინებული, თითქმის 3 წელს გაგრძელდა.